სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო ბება. 10 დღე გავიდა ხო რაც თქვენთან ვარ. ხო ბე, მოგწინდა ჩემთან? არა, უბრალოდ დედა და ბებო მომინატრენ თუ როგორ შეიძლება თქვენთან მომწყინდეს. ისეთ გემრიელ საჭმელებს ვიკეთებთ. შეგერგოს. ძალიან გემრიელი თაფლი იყო. შეგერგოს ბე. დედა და ბებო მალე ჩამოვლენ და შენი თავი გაზრდილი ხო უნდა დავახვედრო. იცით, ზუსტად ესეც მამა მიკეთებდა ხოლმე. კარაქია პორზე მოსხმულ თაფლს. ხო და დაამთავრე ახლა ეგ. მე კბილები გამოიხეხე და ხვალდილით რო გაიღუძებ, ზუსტად ეგეთებს დაგახვედრებ, კარგი? ეს აღარ მინდა. კაი, მიდი მაშინ ხელები დაიბანე. მამიკო, არ გძინავს მუსიკა. ესე გვიან რომ მირეკავ. ბებიასთან არა და ცოცხალში დავიძინე. მაცა მომინატრე. მეც ჩემო სიყვარულო, მაგრამ ხო მოვილაპარაკეთ რა. კი, მაგრამ არ მოჩი მაგ მუშაობას. არა, მა, ეხლა ბათუმში ვარ და აი საქმეს ვაკეთებ. ცხეში დავებ ჩამხდებ. მამიკო, არ მაგ ზღვაზე გასვლის დრო. და მე ცოტა მყავ. ელენიკო, მალე ჩამოვალ ძალიან, მარა. მაცა მომინატრე რა აღარ შემიძლია. მეც მამიკო, მაგრამ გეხვეწები, ნოიბუტები ეხლა რა. შენ აგონია, მე შენზე მეტად ვენატრები. არა, ჩემზე მეტად მაინც ვერ მოგენატრები. აბა კი. აბა კი. კაი, მამიკო, გეხვეწები დაიძინე ეხლა, კაი? მაგრამ მალე ჩავდი, კაი? კაი, ჩემო სიყვარული. მიყვარხ. მაინც. ვარ ვიცი ისი ბრალია ორსულობის ტურისი, მაგრამ მას ხო ვერ ვიტანდი. საერთოდ ვერ ვსვავდი. გუშინ ღამე წარმოიდგინე ავდექი, არ დამეზარა, გამოვედი სამზარეულოში, გავიკეთე ეს მუზე მთლიანად დავლიე. ორსულობის ბრალია ეგ და დამიჯერე ეგ ჯობია ტოქსიკოს. მაგრამ ისე შენ ამ წოლით რეჟიმის დროსაც ჩვენი ბრათ იყავი 10 დღე. მაგრამ ძალიან მალე არ გავიდა. ამ ისეთი მომვლელი ყავს რატომ მიყვირს. ძალიან. რუმეითი რომ ყავდა გაბრიელა. წარმოიდგინე 9 თვე ქონდა ტოქსიკოსი. ამ 9 თვე იყო ცუდად. იმას უვლიდი შენ კი არა. ხო და შენ გვერდით რა ტოქსიკოსმა უნდა შემაშინოს? საერთოდ რისი უნდა შეგვიშვიდეს მე გვერდით გავარ. მეც მიგავალ. ნახე, ვინ მოვიდა? გიორგი! შენ ხალარ უნდა ჩამოსულიყავი? და სიურპრიზი გაგიკეთებ და დროზე ადრე წამოვიდა, როგორ მომინატრე. აი, ყოველ დღე იმაზე ვფიქრობდი, როდის ჩამოვიდოდი თქვენთან. აბა როგორ არის? ისე გამიხარდა. მე არ დავდნე მეშინია. შიაკ წყურია რა გინდა მითხარი? არაფერი არ გქონდა, მე დაჯექი შენ და ისვენე, ჩემ თავს მე თვითონ მივხედა. აბა როგორ ახარ თუ ჩემოდ მომეკავით? რა უნდა მოგიყვათ ისე ყოველ დღე ანგარიშებს არ გაბარებდით? ყველა ადგილზე გაგებული ხო იცით სხვა. რა შევადით და ყოველ დღე დავდიოდით მე შენი ცოლი და შენი შვილი აუზზე. ექიმის რეკომენდაციით ძალიან მოგვიხთა. და ეს მზე კარგია? არა, დამცავით ვარ. ხო, მაგრამ მაინც ფრთხილად ეკავით რა. აკრისთვის ვარ. ყველაფერს ვაკონტროლებ. მე რა კაი გოგოები ხართ. ხო დარგი და ამ ძალიან კაი გოგოებთან ერთად ჩვენც რო წამოხვიდე აუზზე დღეს. წამოდი რა. ვიდი.
გიორგი, წამოდი. აი ახლა ჩამოვედით დღეს ანგარიშში და ჩავაბარო და ხვალ და პირობას გასწრებთ მე შემოგიერთებთ, კაი? კაი, მიდი. მე ხელს ხوار გიშლით. არა. მიდი დაისვენე. კი, ბებო. ვუთხარი მარის და გიყიდა უკვე. აუბე, ისე მომენადრე, რომ ჩამოხვალ ჩახუტებისგან გაგჭყლიდავ. მეძბე. აი მე ეთო, შეგჭამა, სულ შენზე ლაპარაკობს. ბე, ისე ხო შეიძლება შენთვის ჩახუტება? კიდე, უკვე ყველაფერი შეიძლება და რაც თავარია, მალე ერთად ვიქნებით ყველა. ჩვენც და მამაც. ხო მართლა კობა სად არის? სამსახურშია, სხვა. კაი, ერთი წუთით კობა კი არა. ეთო გეხვეწები რა ნიკა დამალაპარაკე. 2 დღეა ურეკავ და მითიშავს. ნუ, ნიკა მიმღებშია, გაწერის ამბებს აგვარებს და აეროპორტიდან დავარეკინებ აუცილებლად. კაი, არა უშავს, თავარია ხო კარგად არის და რო ჩამოხვალთ ისედაც დაგხვდებით. ეთო, შენ დიეტაზე ხო არ დაგხვეს? მე და ელენე ისეთ გემრიელ რაღაცებს გიცხობ. კარგით რა, არაფერი არ გინდათ. ნუ, მე არ ვენდობოდი ელენეს კულინარიულ შესაძლებლობებს, იმიტომ რომ ბოლოს რო ვცადეთ, მთელი სახლი იყო ფქვილში ამოსვლილი, ასე რომ ჯერ კიდევ მესმის და მარიცი რა, მთავარი პრაქტიკაა. აი რო ჩამოხვალ, ნახავ, რასაც დაგახვედრებთ. კარგი, მაშინ წავედით, ახლა ჩვენ მივხედავთ საქმეებს. კაი, მიდი კოცნით. კარგად. ნიკას დაუძახებ და გავიდეთ, კარგი? კაი, დე, მიდი. კაი. It's okay. Someday I'm gonna be with you. ფასიანი ქაღალდის ტიპი. 500. აქცია? კარგი რა, რატო იცი ხოლმე ეგრე? თვითონაც მივხვდებოდი. რას მივხვდებოდი? მალხას კექსი დაიწვა და ამას ვერ მივხვდი. სულს ვერ გზნობ კაცო. შვიდობაა? რანაირად იქნება მშვიდობა? ეთო დღეს ჩამოდის და არაფერი არ იცის. მე კექსზე გეკითხები კაც. გადავრჩით. მარის არ უთქვა? არა კაცო, ნიკა მითხრა ეშინია, ჯერ არ ინერვიულოსო და არ ეუბნება. რანაირი სათქმელია მალხაზისა. დედა შენ რაც იწვალე მთელი ეს 10 წელი იშრომე შენმა უსინდისო სიძემ ყველაფერი გაანიავა. ხო, მაგრამ ბოლოს ხო გაიგებს არა მაინც? თან ჩამოდის უკვე. არ ვიცი, მარის გადასაწყვეტია. რო ჩამოვა ეთო და არ დახვდება ის ვაჟბატონი, ეტყვის მერე აბა რას იზამს. არა, მარი და ეთო მაგას გადაიტანენ, მაგრამ მე ელენე მეწოდება ძალიან. რანაირი ესეთი მამა რო გეყოლება ადამიანს. ცუდი მამა არ ყოფილა, რა ნოიცი ხოლმე შენ რაღაცების დაბრალება. კარგი რა, ერთი კარგი ქმარი იყო, მეორე კარგი სიძე და მესამე კარგი მამაა. ვენაცვალე მარის რო გააბუნძულა სახლიდან. კაი, მიხედე შენ იმ კექსს და მე მაცალიანის ბოლომდე შევსება. ასე. ძველი თბილისური უბანი. აზე. ალაბარი. არა. ეხლა ჩამოვედი და ავდივარ სახლში. დედა ჩემი აქ დავაწვინებ კლინიკაში. ცოტა დავაგდები და გავალ მერე შემნახვა მინდოდა, მაგრამ ალბათ დღეს ვერ მოვახერხებ, მაგრამ აუცილებლად გნახავ კოცნიბებს. ვაიმე, გული გამიღეთქე. ვერ თქვი რომ ჩამოდიოდი, დახვდებოდი აეროპორტში. აი რა, რაც მინდოდა. ვაიმე, რა გაწკრიალებულია ქაურობა? ფანჯრები გამოცვალე? კი, მუშები მყავდა რა. ხო და ეხა გავიდა დამლაგებელი და იმან დაალაგა, თორე რას გავდა იცი აქაურობა. წავედი მე ხა გავიხიც მე ჩარე. მაგრამ დღეს ჩამოდის რა. კაი რა, რა საჭირო იყო ეხა რომ ამდენი ფული დახარჯა და ესე შეწუხდი. კარგი რა, ეხა არ გვინდა ეგ ბაზარი რა. მომისმენ. შენ რა მითხარ იცი? ეთერი ჩამოიყვანე? კი, კლინიკაში დავაწვინეთ. ოღონდ ჯერ კობაზე არაფერი არ იცის და არ წამოგცდა შენც რაღაც. ფორმას ვეძებ რომ მოუყვა ყველაფერი. არა რა უნდა წამომცდეს. მომისმენ, კლიენტი გიპოვეს ახლა. მართლა? ვი?
შენი მეზობელი არის ზედა. ნაკლები რო იყო მოსული წარმოიდგინე სურათები გადაუღეთ საიტზე ავტვირთეთ რა. და დამირეკა და თურმე რა საიტზე ტვირთავ. მიდი რა ჩამოუარე მეზობლებს რა. და ნამდვილად მინდა? კი, რა და მე დაელაპარაკე რა და შეთანხმდებით რამეზე რა. ხო, ახლა ცოტას დავისვენებ და მე ავიდე. აი წავედი ახლა, თორე ლაკო მომკლავს და დავობი. როდის უნდა გამაცნო? რა ვიცი გაგაცნო. დიდი მადლობა, მართლა. არაფერს ისე მადლობა. მომისმინე, მარიამ. ფასე თუ დაიწყო წუწუნი, კაპიკი არ დაუგო. კარგი. კარგი. ვიце შენ სვა? დამპატიჟეს. ვინ? აქ რა ვიღაც შავგვერმანი ბიჭი იყო მოსული იმან. ძალიან მეტყობა მიცემი? ჯერ არა. ხოდა ვერ გავიგე, რატო არავინ არაფერზე არ პატიჟებს? ძალიან მეტყობა რომ ორსულადო. შენ კაცების ნაკლებობა გაქვს ცხოვრებაში თუ რა პრეტენზიებია? აი იცი როგორ ნერვიულობ მართლა რომ ორსულობის მერე არავის აღარ მოეწონები? ისეთი ქმარი ყავს სულ რომ ჩვენ დამრიგებელ მადონას დაემსგავსო მაინც ეყარები მაგ საწოდავს. კაი ხო ვიცი ჭედა უბრალოდ რა. ხდები ხო? დამცავი წაისვი? აუ ზურგზე არ წამისვი, წამისვი. რატო შვილო, რატო? მოეხუმრები რა ამ სესმით უმეტეს საფხულში. არ შეიძლება თან ორსულად ხარ. მე ზამთარშიც არ გამოვდივარ დამცავის გარეშე სახლიდან და შენ ვერაფერი ვერ გაგაგებინე მხევა ქალს.